ზამთრის მოახლოებასთან ერთად მძღოლები ერთსა და იმავე რჩევებს ვისმენთ. გაათბე ავტომობილი, შეცვალე საბურავები, შეამოწმე აკუმულატორი. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ეს რჩევები ზედაპირულია და არ განმარტავს თუ რა ხდება რეალურად ავტომობილის სისტემებში დაბალ ტემპერატურაზე. ზამთარში ტექნიკა უფრო გულწრფელია. პატარა შეცდომაც კი სწრაფად აჩენს შედეგს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ძრავის ხანგრძლივად გათბობა აუცილებელია. რეალურად თანამედროვე ძრავებისთვის ხანგრძლივი გაჩერებული გათბობა ზრდის სვეტას, რადგან ზეთი სიბრმდგომარეობაში ვერ აღწევს ბოლო საკონცო წერტილამდე ოპტიმალური სიჩქარით. ბევრად მნიშვნელოვანია სწორი სიბლანტის ზეთის გამოყენება, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე წინარჩუნებს ნაკადიანობას და უზრუნველყოფს ძრავის დაცვას პირველივე წამებიდან. კიდევ ერთი ხშირად უგულებელ ყოფილი საკითხია აკუმულატორი. ზამთარში აკუმულატორი არ ამიტომ სუსტდება, რომ ძველია, არამედ იმიტომ, რომ სიცივეში მისი ქიმიური რეაქციები ნელდება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბევრი მძღოლი ზამთარში მოკლე მანძილებზე მოძრაობს, რის შედეგადაც აკუმულატორი ვერ ასწრებს სრულდატენვას. ხოლო გათბობა, განათება და სხვა სისტემები ენერგიას მუდმივად ხარჯავს. შედეგად დილით დაგოქვა უკვე გამოწვევად იქცევა. ანტიფრიზებს ხშირად მხოლოდ გაყინვის კუთხით ფიქრობენ, თუმცა მისი ფუნქცია ბევრად ფართოა. ანტიფრიზი იცავს გაგრილების სისტემას კოროზიისგან, ინარჩუნებს სწორი ტემპერატურის ბალანსს და ზამთარში ხელს უშლის როგორც გაყინვას, ისე ლოკალურ გადახურებას. არასწორი კონცენტრაცია ან ძველი სითხე ზამთარში პრობლემებს ჩუმად ქმნის. სამუხრუჭე სისტემაც იმ რჩევებს შორისაა, რომლებზეც იშვიათად საუბრობენ დეტალურად. ზამთარში ტენი, მარილი და დაბალი ტემპერატურა აჩქარებს მუხრუჭის ელემენტების ცვეთას. მუხრუჭი შეიძლება ნორმალურად მუშაობდეს, მაგრამ რეაგირების დრო და ეფექტურობა უკვე შემცირებული იყოს, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციაში. ზამთრის მთავარი რეალობა ის არის, რომ უნივერსალური რჩევები არ არსებობს. თითოეულ ავტომობილს აქვს თავისი ტექნიკური მდგომარეობა, გამოყენების რეჟიმი და გარემო. ამიტომ ზამთარში ყველაზე სწორი მიდგომა არ არის მხოლოდ რჩევების შესრულება, არამედ იმის გაგება თუ რატომ აკეთებ ამას და როგორ მოქმედებს ეს შენს ავტომობილზე. სწორედ აქ იწყება რეალური ექსპერტული ზრუნვა ავტომობილზე.